გამარჯობა. მოდი ჩამოჯექი. შენი საყვარელი ტკბილეულობა და სასმელი დაგახვედრე. იცი, ცოტა დარდიანი მეჩვენები, მაგრამ არა უშავს. გეტყობა რაღაც უთქმელად გამძიმებს ან რაღაც თქვი და საკმარისად არ მოგისმინეს. ხდება ხოლმე. ასეც, ისეც. შენი სიჩუმიდან ტკივილის ხმა ისმის. იმედგაცრუების დაღლილობის თითქოს ყველაფერი ყელში ამოგივიდა. გზები და იმედი კი თითქმის გადაგეწურა. თუმცა ჩემოკარგო ადამიანო, მინდა ახლა სულ ცოტა ხნით მხოლოდ ჩენზე ვისაუბროთ, კარგი? ოღონდ ჩენს ისეთ ვერსიაზე, რომელიც ყოველთვის არსებობდა სინამდვილეში, თუმცა მისთვის ყურადღება თითქმის არასდროს არ მიგიქცევია. შენს ნამდვილ მეზე. ფიქრობ, შენს პიროვნებაში არსებული ბზარები გაშინებენ. თითქოს გრძნობ, როგორ ხარ ტკივილებისგან გატეხილი. იცი, საიდან ვხედავ, რომ შენი ეკლიანი გზადროებითია? თუ გსვენია იაპონურ ხელოვნება კინცუგიზე, რაც ნიშნავს ოქროთის შეწებებას. კინცუგის ტექნიკაში გატეხილი ჭურჭლების ბზარებს არ ფარავენ. პირიქით, ბზარები, რომლებიც შეწებდება ჭურჭელზე, ოქროს ან ვერცხლის მხნილით იღებება და მაგ ბრჭყვიალა და მკვეთრი საღებავით ჩანს ის, თუ რამდენ ნამსხვრევად იყო დაყოფილი ნივთი. ეს შეწებებული ნამსხვრევები და ფერადი საღებავები მას ახალ ესთეტიკურობასა და ფასეულობას ძენენ. ფსიქოლოგიურად კინცუგი წარმოადგენს მეტაფორას, რომ ადამიანმა გადაიტანა ტკივილები და ტრამვები, მაგრამ დროსთან ერთად მან ეს სათავისოდ გამოიყენა. როგორც ახალი შესაძლებლობა და ტრამვაში არსებული სიბრძნე გაიაზრა. კინცუგის ტექნიკა გვასწავლის, რომ გატეხილობა არ არის სირცხვილი, არამედ სიძლიერის გადარჩენის და უნიკალურობის ნიშნად შეიძლება იქცეს. საინტერესოა, ჩვენთანაც ასე არაა? სწორედ ტრამვებიდან აღდგენაში იმალება ახალი თვითშეფასება, ტკივილებით მიღებული სიბრძნე და გამოცდილება, ასევე შინაგანი სიმშვიდე. თანპსიქოლოგი მარტინ სელიგმანიც გვასწავლის, რომ სტრესი და ტკივილი შეიძლება ზრდის წყაროდ იქცეს, თუ მას სწორად მიუდგებით. კიდევ ვიცი, ვინ გამახსენდა? სტენფორდის ფსიქოლოგი კელი მაკგონიგალი. ის ამბობს, რომ სტრესისადმი პოზიტიური დამოკიდებულება გვაძლევს საშუალებას უკეთესად გამომკლავდეთ სირთულეებს და გავძლიერდეთ. საინტერესოა, არა? ხომ არ დაიღალე? არადარა საინტერესო რამ წავიკითხე ამას წინ. ბუდას სიტყვებია, როგორც ლოტოსი იზრდება ბინძურ წყალში და მაინც სუფთა ყვავილად იფურჩქნება. ისე ჩვენ შეგვიძლია სირთულეების მიუხედავად გავიზარდოთ. მაგარია, არა? ეხლა კი მთავარი. რასაც მოვაყოლე ამ ბრძენი ხალხის სიტყვები. დაიმახსოვრეთ ჩემო ძვირფასო ადამიანო, ცხოვრებაში მიღებული ტკივილების დამსახურებით, როდესაც ემოციურად გრძნობ და გგონია, თითქოს შენს თავზე მიწა დაყარეს და დამარხული ხარ. უბრალოდ შეჩერდი და დაუშვი ის აზრი, რომ შესაძლოა შენ სასაფლაოს ნაცვლად ულამაზესი ხედებით სავსე ფერად ბაღში იმყოფები. არა როგორც გარდაცვლილი, არამედ როგორც დარგული ნაყოფი, რომლისგანაც რაღაც ახალი უნდა აღმოცენდეს. შენ ხარ ის ხე, რომელიც ბუნებამ თავის ბაღში დარგო, ადამიანი, რომელიც გულის სიღრმეში თავისუფლებას და ბედნიერებას ესწრაფვის, როგორც ყველა ბუნებაში მყოფი ნაყოფი. ჯერ უკუნითი სიბნელე უნდა გამოსცადოს, როგორც მიწაში მოლოდინისა და მოთმინების რეჟიმში მყოფმა და მის წიაღში ნელა-ნელა ფესვები გაიდგას. რადგან რაც უფრო დიდ სიმაღლეზე ასვლისთვის გვამზადებს ცხოვრება, მით უფრო ღრმად უნდა იყოს ფესვები გადგმული, რომ ბუნების ბალანსი იყოს დაცული. ხე კი ძლიერი და ნაყოფი ცავსე. შენი ცრემლიანი თვალების, ნატკენი გულის და ბნელი აზრების მიღმა შვიდი, ტკბილი და ბედნიერი მომავალი გელის. საიდან ვიცი? შენ პოტენციურად სწორედ ის ხე ხარ, რომელმაც ცოტა მოთმინების, საკუთარ თავზე ჯანსაღად ზრუნვის და იმედის შემდეგ ვინ იცის, რა საოცარი ნაყოფი უნდა მოისხას. ვინ იცის, როგორ გაალამაზებს იმ ბაღს, რომელშიც ყველა თავის წილ ნაყოფს ვრგავთ და ველოდებით რაღაც საოცარს. ამიტომ ღრმად ჩაისუნთქე და იცოდე, შენ მარტო არ ხარ.